გუშინ ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაიწყება მუშაობა ორ წამალთან დაკავშირებით. ანუ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, დაიწყება ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები და ულოცავ მშობლებს ამ გამარჯვებას, ულოცავ ბავშვებს, რომლებმაც ამაზე საჯაროდ ისაუბრეს, რომლებიც რა თქმა უნდა ამ პროცესში პირდაპირ მონაწილეობდნენ გვერდში, იყვნენ ჩართული ყველანაირად აქციებშიც, ყველაფერშიც. ეს მართლა დამსახურებული გამარჯვებაა და რა ვიცი ხალხო შეირგეთ. არ ვიცი დანარჩენ ორ წამალს რა ბედი ეწევა, იმიტომ რომ ზოგიერთ ბავშვს სწორედ ის ორი წამალი ჭირდება და იმედი მაქვს რომ ეს საკითხიც ახლო მომავალში დაიძვრება. ხო, მაგრამ რა მინდა ვთქვა, ეს არის რაც მოხდა პირველ რიგში მშობლების, მათი მხარდამჭერების და ხალხის დამსახურება. წარმოიდგინეთ, რომ 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომ ჩვენი გადასახადებიდან თანახმავად, რომ თანხები ბიუჯეტში რაც შედის, ანუ დაიხარჯოს ამ წამლებზე და მეორე 150,000-მდე ადამიანმა ჩარიცხა ფული ამ ბავშვების საჭიროებებისთვის ფონდში. ზოგიერთმა ამ ადამიანთაგანმა, ანუ მაგალითად მარტო ხელი მოაწერა, ზოგიერთმა მარტო ჩარიცხა, ამიტომ მთლად, ანუ 150,000-საც ვერ დავთვლით მხარდამჭერებში, ანუ უფრო 250,000-ისკენ შეიძლება იყოს და ეს ვამბობ პირდაპირ მხარდამჭერებზე, ვინც ან ხელი მოაწერა პეტიციას, ან შეიტანა თანხა, თორემ იყვნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საჯაროდ აზრი გამოთქვეს, აქციებზე მოდიოდნენ, რა ვიცი, პოსტებს აზიარებდნენ. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ ასეულობით 1000 საქართველოს მოქალაქეზე, რომლებმაც ამ საქმეს მხარი დაუჭირეს. შესაბამისად, ეს მადლობა ეკუთვნის სწორედ მათ და ჩვენ შეუპოვრობას და არა ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის მადლობის თქმა შეიძლებოდა ჯერთი ეს ისედაც მათი ვალდებულებაა, მაგრამ მათ რომ პროაქტიულად თვითონ მოეძებნათ ეს წამლები. ჯერთი მოდი ვთქვათ, რომ ყველა ბავშვს მშობელი არ ყავს ამ ქვეყანაში. არიან მზრუნველობა მოკლებული ბავშვების და ხო შეიძლება რომ რომელიმე მათგანს ან უკვე აქვს, ან მომავალში აღმოაჩნდეს დიუშენის სინდრომი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ამიტომ სახელმწიფო ვალდებული იყო, რომ პროაქტიულადაც მოეწია, თუ რამე არსებობს ახალი თქვათ საშუალებები მკურნალობის მაშინ მსოფლიოში, მაგრამ კარგი ვთქვათ, ვერ მოიწია. როდესაც მშობლები მივიდნენ და ძალიან აკადემიურად, ძალიან დავარცხნილად ანუ დაიწყეს მათ მუშაობა და შეთავაზეს და უთხრეს ამ წამლების შესახებ, მაშინ რომ დაიწყოთ ეს მუშაობა, ხო, ვთქვათ, მოძიება, ფასდაკლების, იმის, ამის, კიდევ შეიძლებოდა, ხო, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის მადლობის გადახდა. ამ შემთხვევაში, როდესაც ამდენი დღე გახდა საჭირო გარეთ თენების, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უბრალოდ ხალხის ერთიანობის დამსახურება და შეუპოვრობის და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს მინდა რომ მშობლებსაც და ჩვენ საზოგადოებას ხალხს ყველას მიულოცო ეს გამარჯვება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვძლებია სახელმწიფოს ნებაზე ზემოქმედება.